სოციალური შემწეობა ივლისში 7235-მა მოქალაქემ დაკარგა. მთელი წელია ტემპი არ ნელდება. იანვრიდან ივლისამდე სოციალური დახმარება უკვე 133,324 ადამიანს მოუხსნეს. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკაა. ანუ ხალხი ისე გამდიდრებულა, რომ სახელმწიფოს შემწეობა აღარ სჭირდება. არადა მოქალაქეები თავატყვებიან, რა მდგომარეობაში მყოფებმა დაკარგეს ელემენტარული დახმარება. შიშიმპირი ვარ, ქრივი, ქირით, ორი მცირეწლოვანი დევნილი ბავშვით. საშემოსავლო დამერიცხა ჩემი ჯანმრთელობის მისახედაც და სოციალური მომიხსენით. მივიტანეთ ცნობა, რომ ეს დახმარება იყო ჩემი ჯანმრთელობის მისახედაც და არა მუდმივი ხელფასი და არც განიხილეთ. მაინტერესებს ჩვენს ქვეყანაში ამ ფასების პირობებში თქვენ რამდენი ყოფნით ოჯახის მისახედად. არავითარ ფუფუნებაზე არ ვამბობ. თუ ჩემი დახმარების თანხა მამდიდრებდა. მოუხსნეს დემენციან 78 წლის ქალს ლოგინად ჩავარდნილს დუშეთის რაიონში. შვილიც ავადმყოფი ყავს. ესაა სამართალი. არც შეშა აქვთ და არც გაზი აქვთ შეყვანილი, რომ ზამთარში გათბდნენ. 92 წლის უმწეო მოხუცს და მის პირველი ჯგუფის ინვალიდ შვილს მაღალი ქულა დაუწერეს და სოციალური მოუხსნეს. ეზოს გარეთ ვერ გადიან, სად იპოვნონ სამართალი? მეც მომიხსენით დახმარება, ვარ მარტოხელა, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეორე ტიპი დიაბეტიც მაქვს, წამლის ყიდვას ვერ აუდივარ. აგენტი მოდის და მაღალ ქულებს მიწერს, ექიმით წამლებს მიწერს. წამლები ძვირია, პროდუქტი მინდა, მაგრამ ფული არ მაქვს. გვეშველება რამე? ამ ხალხისთვის ჯანდაცვის მინისტრის პასუხია, რომ ქულები წყვეთ სოციალური შემწეობის დანიშვნის ან მოხსნისფაც. მიხეილ სარჯოლაძე მოქალაქეებს ურჩევს, თუ პრეტენზია აქვთ, საჩივარი დაწერონ. მინისტრისგან გავიგეთ ისიც, რომ ბოლო თვეებში თითქმის 70,000 ოჯახი შემოწმდა. ოფიციალური სტატისტიკით დახმარება 39,000 ოჯახს მოუხსნეს, ანუ შემოწმებულებიდან ნახევარზე მეტმა შემწეობა დაკარგა. ახალი გადამოწმების შედეგად იგივე მეთოდოლოგიის გამოყენებით არ უგროვდებათ იმდენი ქულა, რომელიც ართმევს შესაძლებლობას მიიღონ საარსებო შემწეობა. თუ კი რომელიმე შემთხვევაში ვინმე თulis, რომ მას არასწორად მოეხსნა ასეთი შემწეობა, ბუნებრივია მას უფლება აქვს წარადგინოს საჩივარიც და სრული ყურადღებით მოხდება გადამოწმება. როდესაც გადამოწმება ხდება, ოჯახების მდგომარეობა ან მაშინ იყო არასრულფასოვნად შესწავლილი, როდესაც დანიშვნა მოხდა, ან მოგვიანებით, როდესაც ახლა მიიღება გადაწყვეტილება, ამჟამად არის გაუმჯობესებული მდგომარეობა. შეიძლება არასწორად ქონოდა მინიჭებული ქულა. ამ შემთხვევაში თუ მაგალითად ოჯახი რაიმეს დამალავდა, ან რეალურად ვერ აღირიცხებოდა რეალური ქონებრივი მდგომარეობა. იანვარში სოციალურ შემწეობას 710,000 ადამიანი იღებდა. თუ ეკონომიკა იზრდება, სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ლოგიკური არ არის. სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვმა კლება დაიწყო და ახლა სიაში 576,000 მოქალაქეა. ეკონომისტები წლებია ამ სტატისტიკას აკვირდებიან, ამბობენ, რომ ოცნება რიცხვებით მანიპულირებს. 6 თვეში ხო შეუძლებელია 130,000 კაცზე მეტი გამდიდრებულიყო, რომ მათ დახმარება არ დაჭირებოდათ. ესეთი რამე შეუძლებელია, არ ხდება. შესაბამისად მივდივართ ორ რეალობაზე. პირველი, ესე იგი, ეს ადამიანები სრულიად უმიზნოთ იყვნენ მომხდარი ამ სიაში და მათ არ ჭირდებოდათ დახმარება და ამის მიუხედავად ისინი კონკრეტული მიზნით იყვნენ ჩასმული ამ სიაში, ან მეორე, სტატისტიკის შელამაზების მიზნით ხელოვნურად ხდება ამ ადამიანების ამ სიიდან ამოყრა, ვისაც დახმარება ჭირდება. ორივე სცენარი ძალიან მძიმეა. ამ ადამიანებისთვის სიღარიბე დაძლეული არ არის, უბრალოდ ეს ეუნდოდა კობახიძის მათემატიკას და კობახიძის ბალანს და ეს ადამიანები ამოიღეს ამ სიიდან და გაწირეს კიდე უფრო დიდი სიღარიბისთვის. საარჩევნო პერიოდში იყო, როდესაც ფაქტობრივად მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, აი სოფლის გამგებლებს რო ეძახოდნენ, ეს ადამიანები წყვეტდნენ ვიღაცის სიღარიბის ზღვარცხვევით პროგრამაში ჩასმას და ამოღებას. მათ არათუ სიიდან იღებენ, არამედ მერი აშინებენ და აშანტაჟებენ, რომ თუ ვინმე სადმე რამეს ილაპარაკებს, საერთოდ ვეღარ მოხვდები ამ ბაზაში. ატყუებენ ამ ადამიანებს და აწერინებენ განცხადებაზე. 100,000-ობით მოქალაქეებისაც ახლა მინიმალური სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, სიაში შემთხვევით ვერ აღნიშნდებოდა. არსებობს ორი ვერსია. ან აქამდე 100,000-ობით ადამიანს ბიუჯეტიდან ფულს პოლიტიკური ლოიალობის გამო უხდიდნენ, ან სტატისტიკის გამო ახლა წირავენ ყველაზე გაჭირვებულებს.
ნუ კოცების საქმე ესე არის ზოგადად, რომ მაძღარს ყველანი მაძღარი ეგონა, თურმე მოშეპზდა და ჭყალებში ეკონომიკური ზრდა იწვევს იმას, რომ ადამიანები სიღარიბით ავტომატურად სიღარიბიდან გამოდიან. ეს არის დილეტანტიზმი და ბოროტიტყვილი. სინამდვილეში ძალიან მარტივად არის ორი ამბავია. ან პოლიტიკური ნიშნით, რასაც ბევრი წელია ვამბობთ. ძალიან ბევრი ადამიანი ყავდათ ამ სიაში და დღეს ეს ადამიანები აღარ ჭირდებათ და მოიშორეს ამ სიიდან და მათ ფულს აღარ აძლევენ. ერთი ან მეორე ამ ქვეყანაში არიან ოჯახები, რომლებიც ამოიღეს ამ სიიდან და მათ მოაკლდათ ის არჩევსაბადებელი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება და მე არ მაინტერესებს ხო ღარიბაშვილი იყო ყობახიძე. ყავს სოციალურად დაუცველი 10,000-ობით და 100,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე და ამავდროულად ყავს სისტემაში ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ერთ დღეს შეიძლება მოუხსნან ეს სოციალური დახმარება, რაც არის ერთადერთი რამის დადასტურება. ან ეს არის სასტიკი და ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ან ეს სოციალური დახმარება იქნა თავის დროზე არასწორად დანიშნული და პოლიტიკური და პარტიული მიზნებით იქნა სოციალური დახმარება გაცემული. ირაკლი კობახიძემ სულ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ სოცდაუცველების რაოდენობა გაბერილია. შემდეგ ამ მოქალაქეების დასაქმების პროგრამასაც ფიქტიური უწოდა. ეს წლების განმავლობაში გაფლანგული ფულის აღიარებაა. ამიტომ ოცნებას პასუხისმგებლობის მოხსნა გაუჭირდება.